სპორტული კარიერა ესეთი დავიწყე ქალაქ გორში, აქ 7 წლის ასაკში მივედი საფეხბურთო სკოლა, ესეთი ორბი იყო მაშინ, ეხლა ახალბაღის ტერიტორიაზე რომელიც მდებარეობს, ეხლა უკვე უშუალოდ გორის დილა არის. 12 წლამდე ვცხოვრობდი ქალაქ გორში, დავდიოდი ამ საფეხბურთო სკოლაში, ამის შემდეგ მოხდა ესე რომ თბილისის დინამოში გადავედი, თბილისის დინამოს ინტერესი იყო, რომ წავსულიყავი უკვე მე იქ გუნდში. ხოლო 12 წლიდან უკვე 18 წლამდე მომიწია თბილისში ყოფნა, იქ გამოვიცვალე, უამრავი გუნდი იყო თბილისი, იგივე თბილისის დინამო, თბილისი, ზესტაფონი, ცხინვალი, სპარტაკი. ხოლო ამის შემდეგ სამწუხაროდ ჩემი კარიერა დამთავრდა. სამწუხაროდ იმიტომ ვიძახი, რომ უდიდესი სურვილი მქონდა ფეხბურთი მეთამაშა, წარმატებული ფეხბურთელი ყოფილიყავი. მთელი ბავშვობა ოცნებობდი ამაზე და ერთ დღეს მივიღე ის გადაწყვეტილება, რომ ჯობდა ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა. რაც შეეხება უკვე შემდეგ მწვრთნელთა კატეგორიებს, გავიარე C ლიცენზირება, გავიარე B ლიცენზია, A ლიცენზია, ვიმუშავე საფეხბურთო 35 საფეხბურთო სკოლაში, საფეხბურთო სკოლა ავაზაში, ქალთა ეროვნულ ნაკრებში 2 წლის განმავლობაში, სამტრედიაში პირველი ლიგის გუნდში, თბილისის დინამოში, რომელიც გამოდიოდა პირველი ლიგაში და ამჟამად ეხლა უკვე ვიმყოფები, გორის დილას სავარცხნელად მუშაობ და ვცდილობ, რომ სადაც ვარ, რა საქმესაც ვაკეთებ, ყველა ის საქმე იყოს წარმატებული და იყოს ჯანსაღი. ამჟამად გორის დილაში მე ვიტყოდი, არის ნორმალური სიტუაცია, თუ გავითვალისწინებთ რა ხდება ზოგადად საფეხბურთო სამყაროში, რა ხდება საქართველოს ჩემპიონატში. ყველაზე დიდი პრობლემა მე ვიტყოდი ქართული ფეხბურთის ეს არის ფინანსები, ფინანსური პრობლემები, რომლებსაც თითქმის უმრავლესობა გუნდებისა განიცდიან. ამ ეტაპზე გორის დილა ფინანსურ პრობლემას არ განიცდის, სავარჯიშო პირობები თბილისის დინამოს შემდეგ მე ვიტყოდი პირველი აქვს, იმიტომ რომ ვარჯიშობთ იდეალურ მოედანზე, გვაქვს საცხოვრებელი, ვართ კვებით უზრუნველყოფილი, არ არის პრობლემა არც ხელფასის, პრემიის, გადაადგილების, თამაშის წინა შეკრებების ჩატარების და ასე რომ მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე ნორმალური სიტუაციაა იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებით იასპარეზოს ეროვნულ ჩემპიონატში და არა მარტო ეროვნულ ჩემპიონატში. ცოტა რთულად და მძიმედ დავიწყეთ, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები იყო სეზონის დასაწყისში, ისევ და ისევ ფინანსური, რაც აღნიშნე, სამწუხაროდ. ურთულესი პერიოდი გადავიარეთ, თითქმის 5 თვის განმავლობაში ხელფასი, იგივე პრემიის პრობლემა არსებობდა კლუბში. როდესაც ესეთი სახით პრობლემები არის გუნდში, ამის შემდეგ უკვე მოტივაცია ცოტა რთულია გააკეთოს ფეხბურთელმა, თუმცა მაქსიმალურად ბიჭები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შედეგი გაეკეთებინათ, შედეგი ჰქონოდათ, იბრძოდნენ, თუმცა ამ პრობლემებს დაემატა კიდევ ერთი პრობლემა, როდესაც ჩვენ ჩემპიონატის შუაში ვითამაშეთ ქობულეთის შუქურას, სადაც მოხდა თამაშის ჩაშლა, რის შემდეგაც ჩვენ ძალიან უმძიმესი სანქციები მივიღეთ, მოხდა 2 ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია, 5 ფეხბურთელის გაფრთხილება, სტადიონის დისკვალიფიკაცია, ფულადი ჯარიმები, რაც ძალიან უმძიმესი იყო. თუმცა მე მინდა ბიჭების სასახელო თქვა, იმ შემადგენლობის, იმ სტაფის, იმ ხელმძღვანელობის, რომ ის მძიმე პერიოდი ყველამ ერთად ძალიან კარგად გადავიარეთ. სწორედ იმ პერიოდში იყო ყველა ერთად შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გქონდა, პირიქით უნდა გვებრძოლა და ამის შემდეგ უფრო წარმატებულები უნდა ყოფილიყავით და ერთად უნდა დამდგარიყავით და სწორედ ესე მოხდა და გუნდმა დაამთავრა პირველი წრე მეორე ადგილზე. უკვე უშუალოდ რაც შეიძლება კონკრეტული თამაშების გამოყოფა, რომელი თამაშების გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა. პირველ წრეში ეს იყო სამტრედიასთან თამაში, რომელიც შესანიშნავი თამაში გამოვიდა და გავიმარჯვეთ აქ ადგილზე 1-0. იყო იგივე თბილისის დინამოსთან 0-0 თამაშები, მაგრამ მე ვიტყოდი თამაშის ხარისხი იყო ძალიან კარგი და სანახაობრივი მხარეც იყო იდეალური. ასე რომ მე ვთვლი პირველი წრე იყო ძალიან ნაყოფიერი გორის დილასთვის და
შედეგიანი იქიდან გამომდინარე, რომ პირველ წელს, როდესაც მეორე პოზიციაზე ასრულებდა ერთი ქულარის ჩამორჩენა თბილისის დინამოსთან, ეს უკვე დიდი წარმატება. უბრალოდ ბოლო ტურში ჩვენ არ გაგვიმართლა იგივე თბილისის ვიჯორჯიასთან, როდესაც 2-2 ვითამაშეთ. ანუ ის თამაში, რომ ჩვენ მოგვეგო, პირველ წელს დავამთავრებთ პირველ ადგილზე. ასე რომ გავლი პირველ წელს მე ძალიან დადებითად შევაფასებდი და წარმატებულ პირველ წლად ჩავთვლით. პირველ რიგში დავიწყებ ლაპარაკს იქიდან, როდესაც გორისდილამ სეზონი დაიწყო, მიზნად იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც აღნიშნე, იყო ის, რომ გუნდი არ უნდა გავარდნილიყო უმაღლესი ლიგიდან. თუმცა პროცესები შემდგომ ისე განვითარდა, სწორედ პირველი წლის შემდეგ, რომ გუნდი უკვე მიზნად ისახავდა UEFA-ს ზონაში მოხვედრას. UEFA-ს ზონაში მოხვედრაში გულისხმობ იმას, თუ კი გუნდი გადის პირველ, მეორე ან მესამე, ან თასის ფლობელი ხდება, ამ შემთხვევაში ევროს აგზურებს და ეუფლება და ითამაშებს ევრო ტურნირებს. თუმცა ამის შემდეგ უკვე მეორე წელი, როდესაც დაიწყო, პროცესები უკვე ისე ვითარდება და ისე მიდის, სრულიად რეალური არის, რომ გორისდილამ იბრძოლოს ჩემპიონობისთვის და მე ვთვლი, რომ აუცილებლად იბრძოლებს, აუცილებლად მაქსიმუმს გააკეთებს და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ფეხბურთელი, არც ერთი ის პიროვნება, რომელიც გორისდილაში მუშაობს, თავს არ დაზრგავს, რომ ჩემპიონი გახდეს. მით უმეტეს აქ არის დამატებითი мотиваცია ის, რომ გორისდილა არასდროს არ ყოფილა ჩემპიონი და უდიდესი სურვილი გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს, რომ გორისდილა იყოს წარმატებული და იყოს ლევანდელი წლის ჩემპიონი. რაც ყველაზე თვალშისაცემია იგივე თბილისის დინამოს და ბათუმის და ჩვენი გუნდის, ეს არის ფინანსური შესაძლებლობები. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ჩვენზე გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვს ერთ და მეორე გუნდსაც. რაც შეეხება უკვე უშუალოდ თბილისის დინამოზე გადავალ, თბილისის დინამო ძალიან დიდი ბრენდია, წლების განმავლობაში წარმატებული გუნდია. ძალიან ბევრჯერ აქვს საქართველოს ჩემპიონატი მოგებული, ევრო ტურნირები მოგებული, უდიდესი წარსული აქვს. პლუს ამას ემატება ის, რომ შესანიშნავი პირობები აქვს, შესანიშნავი გარემო აქვს, არანაირი პრობლემები არ გააჩნია კლუბს წლიდან წლამდე. და მე ვიტყოდი, ეს არის ნამდვილი ევროპული კლუბი საქართველოში, რომელსაც შეუძლია თავისუფლად იასპარეზოს როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე ევრო ტურნირებზე და ამის საშუალებაც აქვს ყველანაირი, როგორც ფინანსური, ისე პროფესიული სპორტული კუთხით თუ შევაფასებთ. რაც შეეხება ბათუმის დინამოს, ბათუმის დინამოს გაცილებით სხვა პრობლემები აქვს იგივე თბილისის დინამოსა და გორისდილასთან შედარებით. ბათუმის დინამოს ფინანსური შესაძლებლობები აქვს მყარი და კარგი, თუმცა პრობლემა აქვს ის, რომ არ აქვს სავარჯიშო პირობა იდეალური, არ აქვს სათამაშო მოედანი, თუმცა აქვს ფინანსები, რომელი ფინანსებითაც ახერხებს ჩემპიონატში თავი კარგად წარმოაჩინოს. და ცდილობენ, რომ მომავალში იყოს ბათუმი წარმატებული და სწორედ ამის დასტურია ის, რომ ბათუმში გადაწყდა და აშენდება სტადიონი, რომელიც იქნება 20,000 მაყურებელზე გათვალისწინებული და პლუს არის მიზნად ჩადებული ის, რომ უნდა შეიქმნას საფეხბურთო აკადემია, რომელიც მოიცავს რამოდენიმე მოედანს და უკვე მე ვფიქრობ, სრულფასოვნად ჩამოყალიბებული კლუბი იქნება. ასე რომ შევაფასოთ, მე რეალური სურათი დაგიხატეთ, თუ რა მდგომარეობაშია თბილისის დინამო, რა მდგომარეობაშია ბათუმის დინამო და მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მე ვთვლი, რომ ძალიან რეალური შანსი აქვს გორისდილას იგივე ჩემპიონობისთვის იბრძოლოს და წელს ჩემპიონი გახდეს. იქიდან გამომდინარეც, რომ არ ჩვენ გვაქვს ნაკლები პირობები, შესაძლებლობები და ასე რომ ყველაფერს გავაკეთებთ სწორედ ამ ორ კონკურენტთან, რომელიც არის თბილისის დინამო და ბათუმის დინამო. მაგაძე მაღლა დავდგეთ და წლევანდელ წელს წარმატებულები ვიყოთ. აღნიშნავ იმას, რომ შესანიშნავი თამაში იყო, შესანიშნავი თამაში გამომდინარეობს იქიდან, როდესაც თბილისის დინამოს სტადიონზე გადიხარ, უკვე სხვანაირი мотиваცია გაქვს სათამაშოდ. გარემო ქმნის უკვე პროდუქტს, ანუ შესანიშნავი მოედანი, ტრიბუნები, გასახდელი იგივე. რაც შეეხება უკვე უშუალოდ თამაშს, ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა.
და დაძაბული თამაშებს ახასიათებს ის, რომ ნაკლები გოლი გადის ხოლმე. ამ შემთხვევაში გოლებიც უამრავი გავიდა, საგოლე მომენტებიც იყო და ძალზედ საინტერესო თამაში გამოვიდა და მაყურებლებმა ჩემის აზრით დიდი სიამოვნება მიიღო. განსაკუთრებით ყველაზე მეტად მინდა გამოვყო ეპიზოდი, როდესაც ანგარიში იყო 2-1 და ფაქტიურად უიმედო სიტუაცია ჩანდა. მეორე ტაიმის 20 წუთის განმავლობაში თბილისის დინამომ მოახერხა და უპირატესობა მოიპოვა თამაშის განმავლობაში. სწორედ ამ დროს მოახერხეს მეორე ბურთის გატანა ჩვენ კარში და ისეთი სურათი იხატებოდა, რომ ფაქტიურად პრობლემა იქნებოდა ჩვენი მხრიდან შეტევების განვითარებისა და გოლის გატანის. თუმცა მოხდა ცვლილებები, რომელმაც დიდი გარდატეხა შეიტანა თამაში, მოედანზე შევიდა რომან ახალკაცი, გიორგი ერისთავი, გუნდი გადაეწყო სხვანაირ სისტემაზე, აქტიურად შეუტიეს უფრო, ბიჭებმა იგრძნეს, რომ ამ თამაშის გადარჩენა შეიძლებოდა და სწორედ ასეც მოხდა, გოლის გატანაც მოახერხეთ, ორი საგოლე მომენტის შექმნა მოახერხეთ გოლის მერე და მთლიანობაში მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს და მე ვფიქრობ, რომ იქ აღებული ქულა ძალიან დიდი საქმე გაკეთდა და შეიძლება ითქვას, რომ საჩემპიონო ქულაც გამოვიდა. უკვე პროცესები როგორ განვითარდება, უკვე ამას შემდგომში მოვლენები დაგვანახებს. მე ვფიქრობ, რომ უდიდესი საქმე გაკეთდა იქ აღებული ქული. რა თქმა უნდა, აპირებს გუნდი ფეხბურთელებით გაძლიერებას, მოგეხსენებათ, ეროვნული ჩემპიონატი არის სხვა, ევროტურნირები არის სხვა, იქ უფრო მაღალი მოთხოვნებია. დონეც შესაბამისად უფრო მეტად იწევს, ასე რომ გორიზილა მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ეტაპისთვის დაახლოებით 6 ფეხბურთელზე არის ლაპარაკი, რომ დავიმატოთ, გაძლიერდეს 6 ფეხბურთელით, ზუსტად იმ პოზიციებზე, რა პოზიციებზე ჩვენ პრობლემებს გამიცდით. ერთი ისი დაკონკრეტება შემიძლია, ეს არის თავდასხმელის პოზიცია, აუცილებლად გავძლიერდებით. ორი თავდასხმელის დამატებას ვაპირებთ, უკვე დანარჩენ პოზიციებს სამწუხაროდ ვერ გეტყვით, შევინახავთ ჩვენთვის დროებით, იმიტომ რომ მუშაობა მიმდინარეობს ამ ეტაპზე, ამ საკითხზე და აუცილებლად მუშაობს ამ პერიოდში, ვიმუშავებთ და ესე გაგრძელდება, სანამ ევროტურნირების თამაშები დაიწყება. თუმცა ერთი მინდა აღვნიშნო, ფეხბურთელი, რომელიც მოვა ჩვენთან კლუბში, მაქსიმალურად იქნება ჩვენ დაკვირვების ქვეშ, იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვალა სისტემა და აღარ იქნება 6 თვიანი კონტრაქტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართულ ფეხბურთში და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი არის და დიდი მადლობა შეიძლება მხოლოდ ითქვას UEFA-ს მიმართ და ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს. როდესაც უკვე ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომ ფეხბურთელი უნდა მოვიდეს და 1 წელი უნდა იყოს ჩვენთან გუნდში, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავაკვირდეთ, რომ 1 წლის განმავლობაში ჩვენ ეს ფეხბურთელი სრულფასოვნად გამოვიყენოთ და არ იყოს მხოლოდ ისე, რომ მოვიყვანოთ და მხოლოდ კლუბში ირიცხებოდეს. გვინდა მოვიყვანოთ ფეხბურთელი, რომელიც 1 წლის განმავლობაში სრულფასოვნად გამოადგება ჩვენ გუნდს და იქნება მისი მოსვლა გუნდში ნაყოფიერი და შედეგიანი. კი, არიან კონკრეტული ფეხბურთელები, თუმცა აღვნიშნე უკვე, რომ სამწუხაროდ არ შემიძლია სახელი და გვარის დასახელება, იმიტომ რომ ეს ამ ფეხბურთელების უმრავლესობა არიან სხვა კლუბში და არიან კონტრაქტის ქვეშ, ანუ კონტრაქტის ქვეშ იგულისხმება ის, რომ ხელი აქვს სხვა კლუბთან მოწერილი, თუმცა სეზონის ბოლოს ამ ფეხბურთელებს უმთავრდებათ კონტრაქტი და ჩვენი სურვილია, რომ ესენი ჩვენთან წამოვიდეს. მაგრამ თუ კი ეს ინფორმაცია ჩვენგან უკვე გაცხადებული იქნება, უკვე სხვა კლუბებიც დაიწყებენ და გამოთქვავენ ინტერესს ამ ფეხბურთელების მიმართ და ჩვენი საქმე უფრო გართულდება და უფრო რთული იქნება იმ ფეხბურთელების მერე შემდგომში ჩვენ კლუბში მოყვანა და მოსვლა, ასე რომ ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ეს ინფორმაცია იყოს დახურული, არ გაჟონოს, იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკების პროცესები არ შეფერხდეს და პრობლემები არ შეგვექმნას შემდგომში იმ ფეხბურთელის კლუბში მოყვანის. პირველი და მთავარი უნდა ყველამ ერთად დავჯდეთ და გავაანალიზოთ გორის დილას რა საშუალება აქვს და რისი რესურსი აქვს. ჩვენ თუ გვინდა გაუთანაბრდეთ ევროპული დონის გუნდებს, უნდა დავიწყოთ შეფასება, ხო? რა შესაძლებლობები აქვს გორის დილას, რა შესაძლებლობა აქვს ევროპული დონის გუნდს. რა ბიუჯეტი აქვს გორის დილას, რა ბიუჯეტი აქვს ევროპული დონის გუნდს, რა
როგორი დონის ფეხბურთელები ყავს ჩვენ, როგორი დონის ფეხბურთელები ყავს მოწინააღმდეგე გუნდს და ასე შემდეგ. თუმცა შეიძლება იყოს ესე, რომ ნაკლები ბიუჯეტი გქონდეს, არ ყავდეს იმ დონის ფეხბურთელები, მაგრამ შედეგს მაინც მივახციოთ. ასე რომ გუნდი აუცილებლად დაჯდება ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როდესაც გადაწყდება იმ ფეხბურთელების მოყვანა კლუბში, რომელთა ინტერესიც გვაქვს და აუცილებლად მიზნად დაისახავს თუ გუნდს რა ექნება ევროთასებზე და როგორ უნდა იასპარეზოს. ეს იქნება ერთი ეტაპის გავლა, ორი ეტაპის გავლა, სამი ეტაპის გავლა, ჯგუფში მოხვედრა და ასე შემდეგ. და სწორედ აქედან გამომდინარე მოხდება ის და მიზნად დაისახავს კლუბი ევროტურნირზე როგორ უნდა იასპარეზოს. მაგრამ უშუალოდ როგორც ჩემი შეხედულება, მწვრთნელის და თუნდაც იგივე როგორც გულშემატკივარი ფიზიკურად ვერ ვიქნები, უფრო პროფესიულ დონეზე ვარ და უყურებ იმ პროცესებს რა და როგორ ხდება და მე ვთვლი, რომ აქვს საშუალება იმასა, რომ იყოს წარმატებული ევროპულ დონეზე, არის ამის რესურსიც, ამის შესაძლებლობაც. მაგრამ ერთს დავამატებ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფინანსური საკითხები, რაც განაპირობებს უკვე სხვა ყველა დანარჩენს. და არის ყოველთვის არსებობს იმის შანსი, მოგეხსენებათ გორის დილა 2 წლის განმავლობაში მოახერხა და 3 ეტაპი გადალახა, 2 ეტაპი გადალახა და მესამე ეტაპზე იყო მისული, რაც მე ვთვლი, რომ უდიდესი საქმე იყო გაკეთებული. მაგრამ თუ ავიღეთ მაშინდელ ბიუჯეტს, იგივე მაშინდელ შესაძლებლობებს, ეხლა სულად სხვანაირი. კიდევ არსებობს ერთი ფაქტორი, როდესაც ევროთასებზე გავდივართ, ეს არის მოწინააღმდეგე გუნდები თუ ვინ შეხვდება. აქაც არის გამართლების საკითხი, მაგალითად ეხლა ერთი წელიწადი იყო, როდესაც თბილისის დინამოს შეხვდა ტოტენჰემი. ინგლისის ჩემპიონატში ერთ-ერთი წამყვანი გუნდია, ლიდერია, იგივე არსენალს, მანჩესტერს, ჩელსის, მანჩესტერ სიტის ეთამაშება, ყოველ კვირა უდიდეს მატჩებს თამაშობს და თამაშობს წარმატებული და თითქმის ხშირ შემთხვევაში არის ან ჩემპიონთა ლიგაზე, ან უეფა-ს ლიგაზე. რთული არის ესეთ კლუბთან თანაბარ მდგომარეობაში დადგე და შედეგს მიაღწიოდა, სწორედ მაშინაც ესე მოხდა, რომ უდიდესი სხვაობით მოახერხა და გაიმარჯვა ტოტენჰემმა. ანუ აქ არის კიდევ ერთი გამართლების ფაქტორი, თუ რა დონის გუნდები შეხვდება და რამხელა განსხვავება იქნება ჩვენსა და მოწინააღმდეგეს შორის. მე ვთვლი, რომ უდიდეს საქმეს აკეთებს ქალაქის მერია გორის ფეხბურთისთვის, ზოგადად სპორტისთვის აკეთებს, იმიტომ რომ მე ჩახედული ვარ სპორტში და ვიცი თუ რა ხდება და როგორ არის ქალაქის მერი და მერია დაინტერესებული ამ საკითხების მოგვარებით. უშუალოდ ფეხბურთს რაც შეეხება 100% დაფინანსება იყო გამოყოფილი იანვრამდე ქალაქის მერიიდან. თუმცა ეხლა გორის დილამ მოახერხა და დაახლოებით იმ დაფინანსების 10% უკვე ჩვენთვის მოვიძიეთ. თუმცა 90% უდიდესი საქმე არის, რასაც ქალაქის მერია აკეთებს და ფაქტიურად ქალაქის მერიაზე არის დაყრდნობილი ეს კლუბი. მე პირდაპირ მინდა აღვნიშნო ეს ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის პიროვნული თვისებები და დამოკიდებულება ზოგადად ფეხბურთის მიმართ უდიდესი არის და ძალზედ ინტერესით აკვირდება ამ პროცესებს და ამ მოვლენებს, იცის ფეხბურთის მნიშვნელობა და მაქსიმალურად მხარში უდგას გორის ფეხბურთს და ეს ადამიანი კარგად გრძნობს იმ სიტუაციას თუ რა დიდი საშუალება აქვს გორს, რომ პირველად გახდეს საქართველოს ჩემპიონი და მაქსიმალურად გვერდში გვიდგას და მხოლოდ მადლობის თქმა შეგვიძლია ჩვენ მთლიანად კლუბის სახელით, ფეხბურთელების სახელით, იგივე გულშემატკივრების სახელით. იქ არ არის ეს დაფინანსება არ გეგონთ ხდება ერთი კაცის, აქ არის უამრავი კაცი დასაქმებული, უამრავი კაცის გარდა არის მათი ოჯახები, მინიმუმ 3-4 კაცი ოჯახში და აქ არის უკვე მასობრივობაზე არის ლაპარაკი, რომ მასიურად ხდება იმ ხალხის დაფინანსება, ასე რომ ვთქვათ. და მე ვთვლი, რომ უდიდესი საქმე კეთდება, თუმცა კარგი იქნება, რომ არ იყოს ესე და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის ბიუჯეტზე და დაფინანსებაზე გუნდი, იყოს რამოდენიმე სპონსორი, პლუს იყოს ქალაქის მერია და ერთობლივად ხდებოდეს დაფინანსება, ბევრად უფრო გაუადვილდებოდა იგივე ქალაქის მერიას უფრო მეტად მოახმარდა კიდევ სხვა სპორტის სახეობებს ამ ფინანსებს
მე უბრალოდ თხოვნით მიმართავ იმ თქვათ ბიზნესმენებს, რომლებიც არიან ქალაქ გორში, რომლებსაც საშუალება აქვს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თხოვნა, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც ახლა გორიზილა არის წარმატებული, მე ჩვენ სპორტზე აღნიშნავ, ფეხბურთზე, თუ კი საშუალება გაქვთ და შეგიძლიათ და ყურადღება მიაქციოთ და შეიძლება ეს არ იყოს ფეხბურთი და იყოს ჭიდაობა, მოახერხეთ და ჭიდაობაში ჩადეთ ეს ფინანსები. უბრალოდ გორიზილა წლევანდელ წელს არის წარმატებული, უდიდესი შანსი არის ჩემპიონობის. იგივე თქვენი სახელი იქნება ეს და თქვენ სახელთან იქნება ასოცირებული გორიზილას წარმატება, ასე რომ ჩვენ თხოვნით მოგმართავთ თუ კი არის საშუალება და არის იმის შესაძლებლობა რომ რამენაირად რამის სახით კლუბს დაეხმაროთ და იგივე კლუბს და იგივე ქალაქის მერიას მისცეთ საშუალება რომ ერთობლივი ძალებით მოახერხოთ კლუბის დაფინანსება მაისამდე. მოგეხსენებათ რომ სულ რაღაც ერთი თვე არის დარჩენილი და ამ ერთი თვის განმავლობაში არ დაიხარჯება აქ კატასტროფული თანხები, ეს იქნება მცირედი თანხები, რომელიც იგივე პრემიალური სახით იგივე იმ ფეხბურთელებთან მივა ეს თანხები, თუმცა რომელი თანხებიც იქნება გამოყოფილი, აუცილებლად მოხდება მათი ავტორიზაცია, რეკლამირება იმ პიროვნების, იმ კომპანიის და ასე და ასე შემდეგ. კარგი იქნება, რომ ერთობლივად გავხდეთ ჩემპიონები. არ შეიძლება რომ მხოლოდ ერთმა კაცმა გააკეთოს ის რომ და გახადოს წარმატებული თუნდაც ერთი ორგანიზაცია. აქ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ქმნიან წარმატებულ პროექტს და წარმატებული პროექტი უნდა შეიქმნას ერთობლივად. ეს არის ქალაქის მერია, საფეხბურთო კლუბი IP გორიზილა, ბიზნესმენები, იგივე მედია, გულშემატკივარი რა თქმა უნდა, უპირველესად გულშემატკივარს აღნიშნავდი და ეს ერთობლივი ძალებით უნდა მოახერხოთ, რომ გუნდი იყოს წარმატებული. მე მაგალითის სახით უბრალოდ ავიღებ ერთს, როდესაც ბათუმის დინამო ახსენეთ და მე სპეციალურად იქ არ გავამახვილე ამაზე ყურადღება, თუმცა ახლა ვიტყოდი, რომ ბათუმის დინამო იგივე აჭარის ტელევიზია, ბიზნესმენები, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ერთობლივად სწორედ ესე არიან ჩაბმულები და ცდილობენ რომ წლევანდელ წელს ბათუმის დინამო გახადონ ჩემპიონი. თუმცა მე ვიტყოდი ბათუმის დინამო და მიზანი რაც იყო მათ შეასრულეს ის რომ გუნდი ამ პერიოდამდე მოიყვანეს წარმატებულად და სწორედ მოიმკეს ის რომ დღეს ბათუმში შენდება ახალი სტადიონი და უნდა გაკეთდეს საფეხბურთო აკადემია. ჩვენ ამხელა შანსი გვაქვს და საშუალება გვაქვს თლიანად გორელებზე მაქვს აქვს ლაპარაკი რომ გავხდეთ წარმატებულები და ჩვენ არ ვიცით ამ წარმატების შემდეგ თუ როგორ დაინტერესდება ესა თუ ის პიროვნება და რა ფინანსებს ჩადებს იგივე გორის ფეხბურთის განვითარებისთვის და ეს თქვენ სახელთან იქნება ასოცირებული და ჩემი თხოვნა იქნება რომ ყველანი ერთად გავერთიანდეთ იმისთვის რომ გავხდეთ ჩემპიონები და ვიყოთ წარმატებულები. შეიძლება საფეხბურთო კუთხით განვითარებას უდიდესი საქმეები კეთდება. ერთ-ერთი უდიდესი საქმე არის ეს მწვრთნელთა განათლების კურსები, რომელიც ტარდება UEFA-ს ეგიდით საქართველოში. UEFA ავალდებულებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ მწვრთნელთა განათლება ტარდებოდეს. ფეხბურთის ფედერაცია ავალდებულებს მწვრთნელთა განათლების ხელმძღვანელს ბატონ გაიოს დარსაძეს, რომ ტარდებოდეს მიზანმიმართულად სწორედ განათლება მწვრთნელებისა, რომ შემდგომში ამ მწვრთნელებმა მოახერხონ და სრულფასოვნად გაზარდონ ჩვენი ფეხბურთელები. სწორედ დღესდღეობით ტარდება ქალაქ გორში, იგივე ბატონი გაიოს დარსაძეს ხელმძღვანელობით. მე გავლილი მაქვს თავის დროზე ბ-ლიცენზიის კურსები და ვიტყოდი, რომ უდიდესი საქმე კეთდება. როდესაც მწვრთნელი მიიღებს განათლებას, უკვე ეცოდინება თუ რა და როგორ უნდა აკეთოს. და უკვე შემდგომში უადვილდება თუ როგორ უნდა გაზარდოს ის ფეხბურთელი. იგივე ავიღოთ თუნდაც ჟურნალისტი, ხო? სწავლობს იმისთვის, რომ შემდგომში, როდესაც დაიწყებს მუშაობას, ის თავისი ცოდნა გადმოიტანოს უკვე პრაქტიკაში. სწორედ ასე არის ფეხბურთშიც, იღებენ ეს მწვრთნელები განათლებას და შემდგომში გადაიტანენ ამ განათლებას იმ ბავშვებთან, რომელი ბავშვებიც ჩვენი ბავშვები არიან, მე ესე აღნიშნავდი, იმიტომ რომ ჩვენი შვილები დადიან, გორელები დადიან, გორელი ბავშვები უნდა განვითარდნენ, გორელი ბავშვები უნდა იყვნენ წარმატებულები, ასე რომ უდიდესი საქმე კეთდება და იგივე აღნიშნავ გიორგი ტუღუშის დამსახურება,
ინიციატივა სწორედ ერთობლივი იყო უпростоრად იგივე წვრთნელთა განათლების ხელმძღვანელის და გიორგი ტუღუშის ქალაქ გორში ჩატარებული იყო. ეს გორელი მწვრთნელებისთვის მე ვთვლი რომ ძალიან კარგია, როდესაც ქალაქ გორში ტარდება და ნაკლები ხარჯთან არის დაკავშირებული. თუ ჩატარდებოდა მაგალითად თბილისში უფრო გართულდებოდა მათი წასვლა, წამოსვლა, ეს ფინანსური თუ უფრო წამგებიანი იქნებოდა ამ შემთხვევაში უფრო მეტი ხარჯები წავიდოდა, რაც სამწუხაროდ ჩვენი მწვრთნელები არ არიან ისეთ ხელფასებზე, რომ მათ ჯიბეს არ დაერტყოს და მე ვთვლი რომ ეს ძალიან კარგი საქმეა. პლუს ამას მოახერხა გორის დილამ იგივე ქალაქის მერიამ, რომ აი ეს მწვრთნელები, რომლებიც განათლებას იღებენ, თანადაფინანსებით არიან, ეს არ არის 50-50-ზე, მაგრამ არის გარკვეული თანხა, რომელი თანხითაც დააფინანსა იგივე ქალაქის მერიამ, გორის დილა IP-მ, იგივე გიორგი ტუღუშის ხელმძღვანელობით, რომ მწვრთნელებს შეეღავათ იქონოდათ და საშუალება რომ გაევლოთ ეს ლიცენზირება. ასე რომ მე მათ წარმატებებს უსურვებ, იქ მონაწილე ყველა მწვრთნელს, რომელიც ლიცენზირებას გადის და უსურვებ, რომ გამოცდები კარგად ჩაებარებინა. მეორე თემა ეს არის ეკიპირება საფეხბურთო სკოლის, რაც პირველად ხდება ქალაქ გორში. არასდროს არ ყოფილა, მოხდება მწვრთნელების ეკიპირება, დუბლშემადგენლობის ეკიპირება, ჭაბუკთა ლეგიების ეკიპირება. მე ვთვლი რომ უდიდესი საქმეა იქიდან გამომდინარე, როდესაც ფეხბურთელი გრძნობს იმას, რომ ჩვენი თავთახედის არეში არიან, ჩვენი ინტერესის ქვეშ არიან, ჩვენგან გრძნობენ იმ დამოკიდებულებას, რომ მათ ყურადღებას ვაქცევთ, ვაცმევთ ნორმალურ პირობებში ყავს, ნორმალურ გარემოში ყავს, ფეხბურთელსაც უფრო მეტად мотиваცია ექნება და სწორედ ამის შემდეგ ცდილობს რომ უფრო მეტი იმუშაოს თავის თავზე, უფრო მეტად წარმატებული იყოს. შევაფასოთ და მთლიანად შეფასების კუთხით რო ავიღოთ, მე ვთვლი რომ წლევანდელი სეზონი უკვე წარმატებულია. თუმცა არ შეიძლება რომ ადამიანი გარკვეულ წარმატებაზე გაჩერდეს და ყოველთვის უნდა იყოს პროგრესული და ყოველთვის უნდა ცდილობდეს იმას, რომ ყველა მისი გადადგმული ნაბიჯი იყოს წინ და არა უკან. ასე რომ მე ჩვენ გულშემატკივრებს პირდები, არა მარტო მე, ეს არის ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ხელმძღვანელობის, რომ დამოკიდებულება, რომ გორის დილას წლევანდელი წელი უნდა იყოს წარმატებული, თვითმცველმა მათგანმა უნდა იბრძოლონ ჩემპიონობისთვის, რათა მათი გულები გაახარონ. ყველაზე მეტ мотиваციას, რაც მე ქალაქ გორში მაძლევს, ეს არის გორის დილას გულშემატკივარი. აღნიშნავ, ეს არის ყველს ყველანაირი ფულზე მაღლა. როდესაც ხედავ იმ გულშემატკივარს, როგორი გრძნობით მოდის, როგორი გულით გულშემატკივრობს, როდესაც უყურებ ფოტოებს, მახსენდება, როდესაც მე ვიყავი ევროპაში და უყურებდი ევროპული კლუბების ფანებს. მე ვიტყოდი, რომ ისინი არიან თავგადაკვლული მართლა ფანები, რასაც ქვია, ყველა სიტუაციაში, ყველა მდგომარეობაში გუნდის გვერდიდანან, ასე რომ ჩვენგანაც მე ვპირდები მათ აქედან, ამ გადაცემიდან, სწორედ ტელევიზიიდან აუცილებლად ჩემპიონატის დამთავრების შემდგომ, ჩემპიონატის დამთავრებამდეც მოხდება აუცილებლად ორი შეხვედრა ჩემპიონატის დამთავრებამდე. ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ აუცილებლად ჩვენ კლუბის სახელით შევხვდებით მათ და ძალიან ბევრ სიურპრიზს თავაზობთ და ძალიან ბევრი სიურპრიზი იქნება მათ მიმართ ის გულშემატკივრები, რომლებიც გაწევრიანებულები არიან, რა თქმა უნდა და აუცილებლად უამრავ კარგ საქმეს გავაკეთებთ მათთვის, რომლისთვისაც ისინი ამ ხნის განმავლობაში მე ვიტყოდი იბრძვიან. არა მარტო ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი არის ის, რომ როდესაც შენ არ გაგაჩნია არაფერს არ ელოდები და მიდიხარ და შენ გუნდს გულშემატკივრობ. სწორედ ესეთი ხალხი არიან დასაფასებელი ჩვენგან და აუცილებლად დაფასდებიან და აუცილებლად იგრძნობენ ჩვენგან გვერდში დგომას.